გამარჯობა. ხათა თითქოს ტელეფონის ხმა მესმით. სახლში ვარ დღეს. არ მუშაობ დღეს, არ იყო ისეთი არაფერი საჩემო. არ წავსულ ვარ, მაგრამ სახლშიც არა ვარ. არც სახლში ვარ ხალხო, არც გარეთა ვარ, არც სამსახურში ვარ, არც არ ვარ. ესე იგი, დილას ვავდექი. ავდექი არა ქვია მაგას. ამაფხიკეს. რა ეხა ასე თუ ისე ნინოს ჭირდება ჩემი დახმარება იმ გრძელ თმებზე რაღაცა და თან კუხნაში რო ცივა საჭმელს აქ ამომაქ ხოლმე რა და ვერ მივაგდე მოკლედ. ხო და დილას რო ავდექი, ჩაი აუდუღე რაღაც ესეთები გაუკეთე რა და დაუდე წაველი და დავწექი. ხო და ისა 11-ის ნახევარზე გამეღვიძა, ოღონდ ესეც იმან გამაღვიძა რა ქვია იმ დანაშაულის გრძნობა ქათმებთან. მაგრად თორე გეფიცები არ ავდგებოდი. დღეს ამაკ წელა აი დღეს რო დღეა არ ვიცი, არ ვარსებობ. დავჯდები ერთ ადგილას, ჩემ თავს გავლანძღავს, შიგნიდან მეორე მე ემლანძღავს. რასაკი ხარქალო და რასაკი გავ რაღაცა, აი მაგალითად საწოლი ძლივს სავალაგე, რამდენჯერაც საწოლთან მიველი, იმდენჯერ დავწექი ხალხო. რამდენჯერაც 1 მეტრაში გავე, გეგონება მაგნიტით და ეგრევე ვარდებოდი. მე რო წევა ეს თვალები ხვდა, ანუ არ მეძინა. აი ნახევრად რო ხარ რა, ასტრალში გასული. ასე ხო წევარ და ადექი ქალო ეხლა, ადე უცბად აალაგე, რა თუნა საწოლს 2 წუთი აქ, ჩემ თავს ველაპარაკები, წამოვხდი ავალაგე საწოლი. დავდგავარ, ეხლა ვარ გავშალო და დავწვე ისე. ვაი, მე როგორ მესიკვდილება და რა მეშველება ხალხო. ხო, მერე უაზროდ გინახიათ, რომ აი ამხელა ეზო რაღაც და ამდენჯერ ჩავედი, აი მაგალითად ბოთლი ჩავიტანე. გავიხედე იქ ჭუჭელია დასარიცხი, მერე რო ჩამოხვალ, მერე დარიცხი, მაგრამ რა პრობლემა ამოვედი. რაღაცა ჩავიტანე, მოდი ხა შევალ ცოტას დავრი, ანუ აი ჩემი თავი ასე დამქონდა, აი. ოღონდ მე რო არ გავაკეთო, უფრო უარესად ავხდები რა, ის სხვა რაღაცა მაწუხებს და აი ესე ძალით დამყავ ჩემი თავი, ოღონდ სადაც საშუალება მაქვს რომ დავწვე, წვევი. სადაც საშუალებაა რომ მივეყუდო, ვეყუდები. არ მძინავს, მაგრამ ჰორიზონტალურად მერე ისა ჩავთე მამა გაბრიელზე ეკა ხოფერიას ფილმი. ხოფერიასია, მე მგონი თუ არ ვწდები, ერთი არ მქონდა ნანახი. ანუ ვიცი როგორ რაც კი რამე ისტორიებია მამა გაბრიელზე, სულ ამ ფილმში არის გაერთიანებული რა. მთლად ყველა არა, მაგრამ მაინც და საათი და რაღაცა 40 წუთია თუ რაღაცა და მეთქი ახლა მანანა ის ჩართე, ძალიან მიყვარს, აი იმდენად მიყვარს მამა გაბრიელზე ისტორიები, რომ არ ვიცი და ჩავრთე და ერთი დიდი პარტია დავაუფთოვე. ისეთი ბედნიერი ვიყავ. ხო და ანუ რა თქმა უნდა, ანუ სწრაფად ვაუთოვებდი რა, ისე რომ მე ტახტზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დავათავრე ამ ისტორიების მოსმენა და რომელი საათია 4 ხდება? 4 ხდება, ეხა ხან მორჩა. ხო და მინდა რომ თან ვიმოძრაო რა, არ მინდა ეს წელამკვდარული დღე. ძულს ესეთი დღე, ხო იცით რომ მაგრად მძულს. ხო და მიუხედავად იმისა, რომ არ მშია, საერთოდ არ მშია. რობიოც მაქვს წინა დღეების გაკეთებული, ანუ ვაკეთებ ხოლმე რა, მაგალითად დიდი ქვაბით და სუმაცი ვარშია. და ვისაც გაცხელება უნდა, იღებს და აცხელებს პატარა ჯამში, ანუ თვითონ ის ქვაბი არ ცხელდება. რაღაცა იქ მაქვს რა, ეს წვრილმანებიც მაქვს და ეხა მეთქი
მიუხედავად იმისა, რომ საჭმელი მაქვს, გავუკეთებ მეთქი ისე, იმიტომ ნინოსი შემრცხვა რომ მოვიდა და ერა გვაქვს საჭმელი და ისევ ისინი რაც აქ გქონდათ, ხო და არც ვიცი ციკლაზე უნდა წასულიყო და რა შეჯამა. ანუ სკოლიდან მოდის 3:30-ზე ხოლმე 3 საათზე აქ ცეკვა და ყოველთვის ვცდილობ რაღაცა დავახვედრო, რომ უცბად გამოიცვალოს, უცბად გზაში დავაწიო საჭმელი და ისე წავიდეს. ანუ ვერ აღვდე იქ მე ვთხარ ჩადი რაც გინდა ისე ჭამე. გინდა ცივი, გინდა ცხელი, რაც გინდა ჭამე. ხო და ჭადის ფქვილი მაქვს. ყველიც მაქვს. ხო და ვიფიქრე, რომ ჭადებს გამოვაცხობ. მერე გამახსენდა, რომ მაქვს კიდე რომელიც უზომოდ წნილი მიყვარს ზოგადად, მაგრამ აი მინდება და აი რო იცია რომ მაინდა-მაინც მჟავე, რა სიძახი როგორ არა, არა. რაც მიყვარდა, ისედაც მიყვარს, ისედაც მინდოდა და ისე მინდა ეხლაც, ანუ განსაკუთრებულად არაფერი. აი ელემენტარულ რაღაცა რომ მომიდება, დილას რა დამცინოდა, რომ დღეს რა უნდა დამაბარო. გუშხო ხაჭაპური დავაბარე, იმის წინ რაღაცა დავაბარე არ მახსოვს. მე იმის წინ ბატიბუტი, აი ისა ბურბუშელა დავაბარე. დილას ამოვილუღლუღე დღეს ბატიბუტი მაინდანე. ბატიბუტის სივილი. ხო და არ ვიცი არ მინახე, შეიძლება მოიტანა კიდე. არ მინახია რა, ანუ ისე მოვიდრელა, შეიძლება წავიდა მეორე სამსახურში. ივანე მოემზადა წავიდა რომელიღაცა საგანზე. ბარბარე კი არა და რამდენი არიან კაცო დავიწყო. ნინო არის. ნინო ცეკვაზია წასული და ბარბარეც რაღაცას არის წასული და ანუ მითხრეს, მაგრამ მე იქით ვიყავი ცოტა მეზობელთან. ხო და რაზე მოვაყოლე რა ხო ანუ დავამთავრეთ და გადავიდეთ ისე იქ ხო და არ მინდა ხოლმე რა აი განსაკუთრებული მე აი როიცი არა აი სადღაც წამოხტი ახლა და აქ თუ ვერი შოვი ქალაქში წადი და ნაყი არაფერი ძალიან მიყვარს წნილეული კომპოსტოსიც პამიდურის წნილი არ ერთადერთი რაც აი შეიძლება რომ პებოდეს არ შევჭამ ყვახე პამიდურის წნილი აი რა უნდა მოხდეს რა რომ ერთ ცალი ალბათ ნამუსის გულიზი ავიღო აი სალათებში უფრო ჭამ მწვანე პამიდური და ის აქვს ლაშას ჩადებული ციცაკის აი მე როგორ მიყვარს იცი ციცაკის გიშდები ხო და ჭადს უხდება ეგ ამიტომ წავალი ხა და მოვზელ ჭადს ხო ის დავალაგე ჩემი გარდირობი დავალაგე გადმოვიღე ის ტანსაცმელები რომლებსაც ვერ ვიცმევ და ვეღარ ჩავიცმევ უახლოესი 1 წელი მაინც ცხვირი მეფხანება ხო და ზოგი შევინახე და ზოგი რაც ისეთი იყო ანუ გასაჩუქებლათაც არ ვარგა რა ისეთი და მაგ პერიოდში ძაღლს შევუცვლი ხოლმე საგებებს ან კატებს ხოლმე ანუ რა ეს ძველებს უყრი და ის ტანსაცმელი რომ რაც უნდა გადავყარო თბილი რაც არის ვუდებ მათ და ეგ გადახარისხება გავაკეთე ანუ ოღონდ ძალით სუ ძალით ხო და ეხა მინდა წავიდე ცოტა წნილი მაქვს კიდე ციცაკის და ჭადებს გამოვაცხობ ყველს არ გაურევ შიგნით კაი კია ყველი გარეული ჭადი მიყვარს მაგრამ მე გაათბობენ აი აქ თუნდაც ვერცხლისფერი ქაღალდს რა ქვია ეგა ხო რაცა ქვია მაგაზე ან ტოსტში და ისე მიაყოლებენ რა ჭადი ამათაც უყვართ სკუმბრია მაქვს ერთი შებოლილი და წინაზე თქვენც დამიწერეთ და მეც ვიცოდი რომ ანუ ზოგადად თევზი რომელიც და პროდუქტი რომელიც შებოლილია და იცოცხლად რაშიც აქვს ხა სუშს და რაღაცებს მიარავჭამ და აი ეგეთი რაღაცები აღარ შეიძლება რა ჩემთვის და რა ვიცი ძალიან უყვართ ამათაც და რატო არ ჭამენ ვერ ხვდები ხო და ეგეთ რაღაცებს აღარ შევჭამ რაც შეეხება ყავას გუშინდელი და დღევანდელი დღე რომელიც ერთი ლუპიც არ დამილევია და არც სურვილი მაქვს საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს და გადავწყვიტე რომ აღარც დავლიო რისთვის რომ დავლიო ჯერ ერთი რომ
არ გაქვს სული ძალით ხوار და რომ ვიყავა უნდა დალიო როგორ შეიძლება ხო მაგრამ მეორეც ის რომ არც კარგი არ არის ну დღეში ერთი ჭიქარი დალიო არაფერი დაშავდება მაგრამ უმაგისოდაც შეიძლება რა და თარო აქვს სიამოვნებს მithuete აი ეს ქათმება დამყალეს დღეს უნდა ფრთებით კი არა და ბუმბულები დამეჭრა და დამავიწყდა იმდენად მინდოდა დროზე გამომეშვა და ისე შევტრიალებული ყავდა და მეცინა რომ რა ის ბუმბულის დაჭრა ხო და მოკლედ დღეს არის ესეთი დღე როცა ყველაფერი მეზარება ყველაფერი მეჯავრება ყველაფერი ძულს არავის დანახვა არ მინდა არაფერი არ მინდა მარტო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სადაც შემიძლია იქავა ხო და ხა ადექი მანან არ მშია მაგრამ სურვილი მაქვს რომ ვჭამო ის წნილი ხო და დავიდეთ ახლა זה კი არის, მაგრამ სიგრილე ჩანს პირი, ამიტომ აუცილებლად ჩემი ხალათი თუ გავალ. არ გადმოცვიდეთ. გარეთ გავდივარ, მაცვია, წევარმა ფარია. რა ვიცი. ხატიას უნდა მივწერო ერთი რაქნა ჩემ ხალათზე. მოდის ჩემი ხალათი, საცხადან. თურქეთიდან წერს. დავით. ავიციოთ. იმიტომ რომ ეს საქმეს ვერ ვაკეთებ, ამის ქვემოთ თუ მაქვს ვერ ვაკეთებ. და წავიდით ახლა. რატო გადამბრუნდა? რა სიძახია გადამოხდეს. ვაიმე რომ მოვალე ხა თქვენი დღე ნახე ამათ კიდე ნახე თამაშია წეწესეს ერთი რატომ აქ ბაცაცო საცემნელად იმდენად დამღალა დღეს ბაცაცო რომ რა იყოს და ქათმებმა მაღლითა ცოცხს ბაცაცო საცემნელად ვიყენებ დაბლითასი აბა ეხა ჩქარა დროზე აი მე ხვალე მაინც ისი არ გამოგიშვით თები რო არ წაგაწყვიტოთ თქვენ დაიცადე ეხა ამოხვალ დედას გაუქრი ის ნახე ყველაფერი ნახე რაღა უდგა იქ ქოხი აღარ უდგა იმიტომ რომ ავაცალე და გავრეცხე გავხეხე და ეხა მზეზია გასაშვები იქ რაც ედო რა ქვია იმას ნალი და ეგეთი რაღაცები პატარა ჩემი შეკედელი გადავუგდე. ხო და აბარები მოიტანა რაში. ბარკალი მოიტანა ისე მწვადი შევწვათ ხო. ბარკლით მე კიდე არ მიყვარს ამიტომ. მე მჭადს მივირთმევ. ეგ და მიყვარს გაყინული რაღაცებს ასე რომ დები. აი მე წუხელმანი გავიკეთე ხალხო ისე ვისიამოვნე ყველა ახლა რაღაცის გაკეთებაზე ლაშა დამცინის აი ესე აქ ჩავყრი ჩაიქრეს და ეხა აქ უნდა მქონდეს კალცზე დამიწერეთ სახლის რა გამონათდით აქ ერთი მიხარი ქშა ანუ სახლის კვერცხის რომ მოხარშავ ის აპკი უნდა მოაცილო ხა ამათ რაღაცა მინდა დაუდო რომ ეს კარი გავვაღო დილას ჩავაკეტინე ივანესეს და შიგნით შევყარი მაგრამ მაინც გამოვიდნე ხო და ანუ ის აპკი უნდა მოაცალო თეთრი რა და ეგ ვიცოდი ისედაც იმიტომ რომ ვიცოლა ჩემი მაგის ეგეთი რაღაცეების სპეციალისტია რა მაგისგან ეგეთი რაღაცეები იც შარცი არ არის უარ გახსოვდეს ის უნდა დააფხნა და რო გაშრება დააფხნა და საჭველზე უნდა მოაყარო და ჯერ აი ამოდენა აღლა უჭობარ მყავ არ დაუდია კვერცხი და მე აუცილებლად
იმას ვიზავ რა, მაგას. აქ იყავით. ანუ სახლის კვერცხს რო გამოუხარშავ ხოლმე მე მაგას გავაკეთე. ბავშვებზეც ძალიან კარგი. წინაზე ეს ძლივს ავხადე და ძლივს, აი ოღონდ მართლა ძლივს. გამითავდა. მე თვაი. ლაშაბრო დამინახოს დამცინებს. ეხლა ვეცდები ეს დავმალო. იმით არ შემოხვიდე რა, დამრჩები აქ. ხო, შენ ზუსტად. ერთ წელს წამოიღებ, ეხლა მას დავმალო. ბევრიც ახალ არის, ალბათ 1-5 წელი გდია. აი კაცო, შვენ რამოდენობა მკვახე პამდურს ჭამონ ისაე. მკვდარს აცოცხლებს. აბა გადი. მიდი. დარჩები რა, წადი. ვაიმე ფისო, წადი. საჭმელი არ გიყრია, გეყოფათ კაცო. მე ბაცაცო უნდა გაგამწარ. კაი რაღაცა. ხამჭადის მოზელას რა უნდა? 5 წუთი? გამოცხობიანი. დავაი. Check it out. Check. გაიმე. ცხოველთა და ფრინველთა წყალი მიშლის ნერვებში ეს სადღაც უყარ. ჩემო სიცოცხლე. ბაცაცო, მარტო რომ დასდევ და იმას შვები, ჩხუბები და ის გაყარე ხოლმე. დანგებელი იყო. ბევრი არ მიჭამია. სხვათა შორის ერთი ჭამე და მეორე პატარა გამოვიდა და ის მივირთვი. ასე რომ ჭია გავიხარე რა. ეგ არის და ეგ. საღამო ხანი რომ მოდის, ხვდები რომ არც არაფერია გასაკეთებელი. ან უკვე დაძინების დრო მოდის და რაღა დრო ის რამის გაკეთება და ბედნიერი ვარ. წავედი ხთა გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ბაი და ბაო. პაკა. ეგ შორერას ეკუთვნის ხოლმე პაკა. მაგაზე გიждდება და შორე პაკა. კარგად ხარ. ბედნიერი დღე ყველას. მეორე ვიდეოზე რა გითხრათ? ესეც ხო აი სავქენი რომ მეთქი სირცხვილია ქალო. აი ბურნუთას რო ელოდებიან ხო იცი სურათის გადასაღებად. აი მომენტია და არადა
მერე ჩაწერის პროცესი იმდენად სასიამოვნოა ხოლმე და გადაღების პროცესი იმდენად გამოვდივარ ხოლმე მეც თქვენთან ერთად მდგომარეობიდან, რომ აი იქამდე ყურით მithრევა მიჭირს ხოლმე. მაგრამ მივათრევ ხოლმე. წავედი ახლა.